სოლიდარობის და მძლავრი სამოქალაქო პოზიციის უმაღლესი გამოვლინება მსათაურით მადლობის სიგელები უკრაინის საელჩომ რუსთავიორის ჟურნალისტებს და ოპერატორებს გადასცა. ჩვენი კოლეგები სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას. ამასთან რუსთავიორის დირექტორს ვაკო ავალიანს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პირადი ხელმოწერით გამოუგზავნა სიმბოლური ფოტო. ტელეკომპანია რუსთავიორი იყო ერთადერთი ტელეკომპანია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ომის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა საომარ მოქმედებებს. პირველივე დღიდან საელჩო აკვირდებოდა მედიის მუშაობას საქართველოში. რუსთავიორი გამოირჩეოდა მისი აქტიური პროუკრაინული პოზიციით. უკრაინის საელჩო მადლიერია. იმედი გვაქვს, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. Активную проукраинскую позицию. Русთავიორი ომის დაწყების დღიდან აშუქებდა იმას, რასაც ჩადის რუსეთის ფედერაცია უკრაინაში. და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ომის პირობებშიც კი უკრაინის მთავრობამ, გენერალ შტაბის უფროსმა მოიცალა გამოგზავნა თავის ხელმოწერით ფოტო და ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც ოპერატორები, ჟურნალისტები მუშაობდნენ ომის დღეებში ფრონტის ხაზზე, არ შეუშინდნენ დაბომბვას, არ შეუშინდნენ ოკუპაციას, მათაც მიიღეს ჯილდოთ სიგელები, რომელიც უკრაინის მთავრობის სახელით უკრაინის საელჩომ ჩვენს თანამშრომლებს გადასცა.